როგორ ზანდებით ბატონო? კარგად. კარგად, როგორი ბანით შემოდის ნახ კარგად. სპეციალურად. ეს გზაში რო გაკვირდებული. დავიყენე. არა, ხო და ამას ძალიან უცნაური ის აქვს, რომ აი ბევრი 90-იანების პოსტ-პანკ ბენდების ვოკალისტებს ვიღაცებს ქონათ, ანუ სერგი ხო იყენებდა ხმას თქვა და ამას ბუნებრივად ისო აქვს, რაღაცნაირი ბარიტონი აქვს საკაიფო. კაცმა გაგიზიარა გულწრფელად და შენ იყენებ. რატო იყენებ თვითონ მოყვა შეჩემო მე რას ვიყენებ? როგორ ზანდებით? კარგად, მიხარია აქ რო ხარ. ყველაფერი კარგად. მოდი სანამ ეხ შეუყვებით, პირდაპირ ვეცეთ ჩვენ Artford 1700 ირლანდიური ვისკი, რომელიც ალკორიუმში და ვისკის სახლში იყიდება. ასევე ჩვენი მეგობარი სპონსორები Betson სპორტი, სპორტული არხების ამბების არხი და ასევე ჩვენი მეგობარი სპონსორი ბილეთები G და ასევე ლუსის და ჩვენი დაპირება არის რომ 10000 მსმენელზე რო ავალთ ლაივს გავაკეთებ და რაც მალე იქნება შესაბამისად ლაივიც მალე იქნება. რამე ვენიუში თეატრში. ხო თესლი მანიპულაციებით. ო მანიპულატორული. კოცი მუდრუნცინა. რა შვები მოყევება? არა, არ ვიცი. არა, კაი სუნი. როგორც ბენდი. კარგ ხოძი ხარ და ძალიან სიამოვნებო. ხო. სუთხოძე გინახავს? ბიჭო, ვიცი ამათი ცუდი ხოდების ამბები მე თავის დროზე. ეხლა ძალიან მშვენივრად გინაცვალე ფორმაში არიან. ადრე იყო ლაპარაკი, რომ თქვენი ჩანაწერი რომ კარგი იყო და რაღაცნაირი, და ლაივში ცოტათი პრობლემები არსებობდა და მე ეხლა ბოლო ლაივზე რო ვიყავი კამორაში იყო, ხო? ძალიან კაი ლაივი, ძალიან. ნუ ბოლო არ იყო კამორაში, მაგრამ. არა, ნუ მე ვიყავი მაგაზე. და ძალიან დავიტუხე, ძალიან, ანუ ისეთი იყო რა, გამართული, გემრიელად. მე არ ვარ თქვენ ლაივზე ნამყოფი და რა ლაინაპი, ანუ რა სასტავი ხართ? რა ინსტრუმენტები გაქვთ ლაივში? დრამერი, ბასისტი, გიტარა და მე როგორც ვოკალისტი. დრამერი ყავს? დიახ. ხო და არა, რატო იცი ჩანაწერში ცოცხალი დრამი გაქვს? არა. ხო. ხო და საუნდი რო იცვლება? ხო. ეგ რა შვება? და ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. რაღაც პერიოდი გქონდა პაუზა. მანამდე უკრავდით სხვანაირად. ეხა უკრავთ backing track-ით. ამ backing track-ით ვავსებ ძალიან ბევრ რაღაცას. იმიტომ რომ რაღაც მომენტში ხა არ გვინდა და შეგვეზღუდა თავი ჩანაწერებში იმის გამო რომ 4 ადამიანი ვართ და 3 ინსტრუმენტი და ჩანაწერებში ძალიან ბევრი რაღაცა ხდება. მათ შორის ისიც რომ დრამი არ არის ცოცხალი და არ არის აკუსტიკური ხანდახან და ხო, მაგრამ ამ შემთხვევაში ლაივზე ხო იყო ეკოლ. კი. ხო და ამ პაუზის შემდეგ რაც ყველაზე მეტად აკლდა ხალხს მანამდე გადავწყვიტეთ რომ აი ყოფილიყო პრიორიტეტი რომ ლაივებისთვის მიგვეხედა რა და ლაივებისთვის რომ მიგვეხედა დავიწყეთ აი საფუძვლიანად თავიდან ყველაფრის გაკეთება ანუ backing track-ი გვაქვს და ამ backing track-ს მივყვებით ხო და ეს საკმაოდ ისეთი სამუშაო იყო რა 1-2 თვე მოუნდით ამას რომ ეს მთელი სეტი რაც არის თქვათ დაახლოებით 1 საათიანი თან ცოტა სხვანაირი მუშაობა უნდა რომ რაღაცამ თუ გაგასწრო რაღაცას თუ გაცდი ხო ნუ მოკლედ მეტი მომზადება ჭირდება და ეს ჩარია თან რა აი რაღაცა ზედმეტი მისამღერი შემთხვევით დაუკარია რაღაცა ცოტა არქეული კი სუსტად და 2-3 თვე გავატარეთ ну რაღაცა ძალიან არ გადაგვიკლავს თავი მაგრამ თან ისე რო აკეთებ ამ ყველაფერს რომ თავს არ აძალებ კარგი პაუზებით კვირაში 2-3 ჯერ ну მოკლედ ქუთაისში ჩავჯექით 1-2-3 თვე პირველი რაც მოხდა იყო რომ ფასიანზე დაუკარით თქო ფასიანზე დაუკარით იმდენად backing track-ით რომ დრამერი საერთოდ არ ყავდა მეორე იყო კამორა და მიყვა და ეხლა კიდე ველოდებით საბა წავიდა ცოტა ხნით ერთი თვით წავიდა შოტლანდიაში ეგ პაუზა გვექნება ეხლა საბა არის ბასისტი ჩვენი ხო რაგვარია საბა საბა აზნარაშვილი არის ჩვენი ბასისტი რომელიც არის შოტლანდიაში და როგორც კი დაბრუნდება ეგრევე თბილისი ბათუმი გაქვთ ანუ უკვე გაწერილი ეს ვა რა მაგარია იმიტომ რომ ადრე ხო არ ქონდათ ეგეთი ინტენსიური ლაივები და ეხლა რა ხშირად მესმის უკვე რომ ხო აი ზუსტად რაც ხალხმა იმდენად მოითხოვა ანუ თან პრობლემა იცი რა არის რომ
ეგრე all-in ვერ გავედით რა, მანამდე თუ და ეგრეც ვამბობდი ხოლმე, რომ აი მეტის გაკეთება მინდა, არ მაქვს მუღამი დიდად ლაივის, მე გასაგებია რომ ვიღაცებს უნდა და ხალხი ითხოვს და ესე შემდეგ, მაგრამ ჩემი მუღამი რაც იყო რომ აი მეტი გავაკეთო, მეტი შევქმნა, მეტი ჩავწერო და ლაივები იყო მეორე ხარისხოვანი რაღაც ჩვენთვის და ეხლა ბარემ რადგან დავიწყეთ, მოვიხოდეთ ეს მე ყურადღებას იმას ვუთმობთ, რომ live performance-ი გახდეს კარგი. ხო, და კარგიც არის უკვე მე. კარგიც არის უკვე, მაგრამ ხდება რაღაცა. რეალურად 2-3 წლის ბენდი ხართ. ხო. ეგრე გამოც 2022-დან ხართ, ხო? ისა 22-დან. თუ 21 ზუსტად. 21-დან, ხო, ალბომი არის. არა, 22 იქნება, რადგან 26 არის, ხა 22 იქნება. ხო და მაგრამ გვაქვს რაღაცა პრობლემები, აი ორგანიზების ამ ყველაფრის პრობლემები არის ძალიან რთული. იმიტომ რომ ეგეთი სიტუაცია შეიქმნა თავიდანვე, რომ მე ვაკეთებდი რა ამ ყველაფრის ორგანიზებას. ან მენეჯმენტს. ეგრეა სულ ფრონტმენის საქმეა საბზუხაროდ დასაწყისში. მე ძალიან ცუდი ვარ ორგანიზებაში. და აი იმდენი ცუდი რაღაც მოხდა, ან როგორ რაღაცებზე საუბრობ, ახლა თქვათ, აი ყველაზე კარგად ავღწევ, რომ აი მაგალითი მოვიყვანო ალბათ, თქვათ ბასიანის ამბავი, რომ აი როგორი შოუ იყო, იცი, რომ რომელიც ჰიტორიმ გააკეთა ძალიან მაგარი, აი შოქში რო ვიყავი ეს თან სცენიდან რო უყურებ ამ ყველაფერს და იქ ცალკე სხვა რაღაცა ხდება, უცებ შარშან ვიყავი და ძალიან გაასწორა. უცებ მთავრდება შუაში სხვა პერფორმანსი იჩითება, მე აქ რაღაცა და ყველაფერი იყო ძალიან წამებში გათვლილი და ჩვენი პერფორმანსიც იყო ალბათ ერთი 15 წუთიანი დაახლოებით რა და თქვენი მოშვებული ფლოუთი ახვედით და ცოტათი დაგაერო რა. არა, იცი რა არის პრობლემა, რომ აი ვთქვათ რაღაცები ყველა ჩვენი equipment-ი არ გვაქვს რა. და ამ ორგანიზებაში ის გერ შედის, რომ აი წამოვედი თბილისით, ქუთაისიდან მამა ჩემის მანქანით ის იმას გავუარე, ეს გავაკეთე, მე ის ეფექტი ამისგან ითხოვე, ის რაღაცა ამისგან და აროჩე მთელი თბილისი შემოვიარე და ცალ-ცალკე რაღაცები რაც გჭირდებოდა ვიღაცებს გამოვართვით და შენი რო არ არის ნივთი. ხო, პასუხისმგებლობა ერთი და მე არიცი რა, რომ აი თქვათ რაღაცა რა შეიძლება დაიმართოს და equipment-ი ხო ისე მუშაობს რა. მუნჯის ენაზე აი რაღაცა ესე რო ჩაარდა. გასწორდიდან მორტყმა რა. დრეები გაკლიათ. ხო და დრეები გვაქვს. ეხა შევიძინეთ ბოლოს, აი თან ლაივებიდან ფულის გადადებას ვცდილობთ ხოლმე და ბოლოს შევიძინეთ რა შევიძინეთ sound bar-ათი ბევრი არხით, რაც იმაში გვადგება, რომ backing track-ი გავუშვოთ და თან drumers კლიკი მიეწოდებოდეს, რომ არ ამოვარდეთ რა და ეს მანამდე კლიკის გარეშე უკრავდა. არა, უბრალოდ სივრცისთვის ხო, მაგრამ ბევრი არხიანი ბარათი რაში დაგჭირდათ ლაივისთვის, სტუდიისთვის მესმის. ბევრი არხიანი ბარათი დაგჭირდა იმისთვის, რომ ცალკე ყველაფერი ესე შევიდეს, მე ამაზე თქვენი ინსტრუმენტები საუნდ ბარათში შედის და მე სტერეოს აძლევთ საუნდ. ამდენი ტექნიკური დეტალი მე არ ვიცი. ხო, მაგრამ აშკარა რომ გჭირდება. ხარ რომ ჩაწერის დროსაც გამოიყენოთ. არა, ლაივებზე გჭირდება. ოკეი. კაი ჭირდებათ ერთი კაი მენეჯერი ამათ თავის ტექნიკური დეტალების. არა, მივლენ რა თქმა უნდა, მაგრამ მე 30 წელი არ მყავდა მენეჯერი. ხო და რას ვამბობდი, რომ აი ვთქვათ და ის ესე წამებში ყველაფერი გათვლილი და უცებ გვეუბნებიან, რომ თქვენი ჯერია, всё იწყებთ და გავხედე გოგას და სიგნალი არ არის, მეუბნება. ხო და რა უნდა ქნა, რომ ეს ამდენი ეფექტი გადაბმული ერთმანეთზე, რომლის ბრალია, გადმოერთება უცებ რაღაცა ხმები ისმის აქედან, ხო და საბოლოო ჯამში ეს პანიკაში რა უნდა ქნას არის ის და ის ყველა ეფექტები გამოერთო და პირდაპირ გიტარაში აერთა რა. რაც რა თქმა უნდა გასაგებია, რომ სხვა რა უნდა გვექნა, მაგრამ უცებ და ჩაირთო backing track და ის გიტარის მეტი არაფერი არ ისმის. ძალიან ხმა მაღალი გაიჩითა რა, ეს ყველაფერი აბალანსები. ისმის, ხო. ხო და აი რაღაცა ბუნდოვნად მესმის backing track-ი, უფრო მესმის გიტარა. მაგრამ რასაც ვარჩევის აი რომ ერთმანეთში არ ზის. მე უნდა დავიწყო ახლა რა და დავიწყე რაღაცას მივყვები აი როგორი დუხით იცი რომ პირველი აი ამ პაუზის მერე ამდენი ხანი ვიშრამეთ პირველი რაღაცა დებიუტივით არის და ვიწყებ და აი
როარ უკან არიხევდა მაგიტომ ღერი თუ რაღაც და იმდენად უხერხული სიტუაცია იყო რომ აი წინადადება შევწყვიტე რა წინადადება შევწყვიტე შუაში უცებ რაღაცას იჩუმე ხდება რაღაცებს ატრიალებს გოგა აგრძელებს და ნუ ლაგდება ყველაფერი მაგრამ აი პროსტა პროცესზე საუბრობ რომ აი ესე ამდენი მომზადება თითქოს ყველაფერი დავგეგმე ესე გამოვიდა ესე გავაკეთე ისეს და ყველა ჯერზე რაღაცა ხდება თან აი 10 წამით ადრე იცი რა მაგისტვის არის საუნდჩეკები და მთელი ამბები ხო არ საუნდჩეკზე მუშაობდა ჩეკი რო შველოდეს ეგეთი ამბები საუნდჩეკზე მუშაობდა მე მეორედ ჩართვის რომ აი პროსტა აღარ მუშაობს დაიზღვიო თავში ვერ დაიგო შენი უნდა იყოს და უნდა გესწროდეს მართალსა შენი უნდა იყოს და კონცერტზე რეპეტიციაზე ოდენავ თუ გაატრაკა ძალიან ყურადღების მისაქცევი ანუ ეგრევე უნდა მიაქციო ყურადღება იმიტომ რომ კონცერტზე აუცილებლად საერთოდ გაჩერდება რა ანუ ვაფშე უნდა მოიშორო ეგეთი ანუ ხო ნუ ჯობია მაგრამ თავარი არის რეპეტიციაზე სულ მაგას ვეუბნები ხოლმე ბიჭებს რომ თავარია ვიყოთ კარგ ხასიათზე ხო რაც არ როგორი საუნდიც არ უნდა იყოს რაც არ უნდა იყოს ხალხი ვერაზდროს ვერ ანუ კი ეხა ვიღაცები გაიგებენ მაგრამ უფრო იკაიფებენ შენ თუ იქნები კაი ხასიათზე მთელი ბენდი კაი დუღზე იქნება და არ შეიმჩნეო რომ რაღაცა და რა ვარია მაინც რა ზად უნდა იყო მაგისტვის ზად უნდა იყო იმას გულისხმობ რა აი მაგალითად ინგლისს რო ამბობდი წინაში რომ ცუდი კონცერტი მქონდა აჰო დაღლილი ვიყავი დაღლილი რო ხარ უკვე ის რესურსი აღარ გაქვს მესმის ხო ნუ ჩემ მეგავიგებ და ვინც იცის ეს ორიგინალში რა ხდება ხო კაი რეალობაში ხო რა ხო და იმდენად არ არის ეს ორგანიზება ჩემი ხო მესმის ხო რო მაგრამ სადღაც ვიღაცა რომელიც ან თქვენში გამოჩნდება ისევ ან ვიღაცა დაგემატებათ ვინც მენეჯმენტს გაგიკეთებთ რომ ეგ რაღაცები აგარიდოთ თან თელი ის დაწოლა მაინც ჩემზე მოდის რა თან როცა პერფორმანსი გაქვს ხო შეგარდა არავინ არ იცი რა არის რომ აი რაღაცა ინსტრუმენტის უკან რო ხარ ვაფშე სხვა რაღაცაა და უსებს იჩუმე რო იჩითება და შენ დგახარ ესე და სად საყვიდი არის ხო და სად წერთ სახლში შენ ხწერ არა ჩაწერის პროცესში თლიანად თავიდან ბოლომდე ძირითადად მუშაობს გოგა და გოგას სახლში იწერება ხოლმე გოგა არის ჩვენი გიტარისტი გოგა შორშოლიანი არის ჩვენი გიტარისტი და სამნი ხართ რეალურად ბირთვი ბენდის დრამერი შევიცვალოთ დრამერი გავს სახელი გოგა ჟორჟოლაძეს და თან არიან ფაქტიურად მეზობლები ნატლა ხო სამივე ქუთაისი. სამივე ქუთაისი, 4-ვე. ყველა დრამერიც ასევე ქუთაისი. გადაეყარეთ რა ქენით ერთმანეთს საიდან. გადაყრა ძალიან ისეთ ნათქვამი, იმიტომ რომ რაღაცა 8 წლის ასაკიდან. ანუ ხო ერთად ეგ მაინტერესებს. ერთად გავიზარდეთ. სხვა შორის რომელ სკოლაში, იცი, აი ყველა რომ გასაგებია. ყველა სადაც ყველა რომ აქედან არის. მანდ. ხო და ისა რა ქვია. ანუ ეს ბავშვობიდან მოდიხართ ერთად და საიდან მოდივართ ერთად. რატო გაპანკდით რა მოხდა? ცი რა, მე მგონი ბავშვობიდან პანკები ვიყავით და მაგიტომ ამოვარჩიეთ ერთმანეთი. ხო, ალბათ ხო. ნუ თან იმ გარემოში ხარ რეალურად ხო? მაინც ქუთაისის გარემოში ამასარჩევი. სხვა ინტერესი იყო პარალელ რეჟიმში, ანუ სხვა ხედვის ხალხი რა. და იყო თქვენ ბავშვობაში რაც კონცერტები სადაც დადიოდით? რაღაცას რომ ეკითხებიან ხოლმე რომ რატო ქუთაისიდან ესე ამდენი და რაღაცა სულ პასუხი არის ჩემი რომ არ ვიცი ჩვენ არ დაგვიწყია ეგ სულელური კითხვა მე რომ კითხო რატო იცი რომ ანუ ეს იყო 90-იანებში ესეთი ვალიდური კითხვა იმიტომ რომ თბილისი იყო დედაქალაქი არ ხდებოდა ყველაფერი არც ერთ ქალაქში არაფერი არ ხდებოდა და უცებ ქუთაისში იჩითებოდა და ეხლა ქუთაისი ჩვეულებრივ ქალაქია როგორც ყველა დიდი ქალაქი, ხო? ანუ არაფერი კულტურულად საკმაოდ არანაკლებ კი არა და მეტად თუ არა განვითარებულიც რაღაც ხრევ რა. ხო და ანუ ის პონტი აღარ არის, რომ აუ ქუთაისის გადაკარგა. ხო, მაგრამ ეხა ამან რაც კითხა, ანუ სადღაც ესე მეც მაინტერესებს, ანუ გქონდა რამე ვიღაცებს გავლენა, იქ ვიღაცების კონცერტზე ბავშვობაში მოიწიათ ბორიალე, ვინებს. კი, ვიღაცების კონცერტებზე არა, იცი როგორი სიტუაცია იყო, თავარი ერთ-ერთი мотиваცია რაც იყო, რომ იმდენად არაფერი არ ხდებოდა. რაღაც მომენტში მივხვდით, რომ შენ თვითონ უნდა გავეკეთებინა რა. აღონ ჩემზე კი არ ვსაუბრობ, იქაურ წინათაობაზეც, მაგრამ ეს წინათაობა იცი რა, მუსიკოსები, ესე ცნობილი მუსიკოსები რაღაც მომენტში იქ ჩვენს გვერდით არ ყოფილან, მაგრამ იყვნენ ძალიან ბევრი მუსიკის ენთუზიასტები, რომლებსაც ჰქონდათ თავიანთი სტუდია. სადაც გვიშვებდნენ. შენ წინათაობა ვინ ითვლება? ეკო? ეკო შუაში არის უფრო.
ვაში. წინა შენი ძახი უფროსებს უფრო ბაჯურს და დრობის და მაგათ. აი, მაგათ მე რეკ. დაახლოებით მაგ თაობა, ეხა ვერ ნუ ხვდები ეგ არც სახელებს დაგემთხვეოდნენ ხო? არც სახელების ჩამოსვლა არ მინდა, იმიტომ რომ მართლა არის ვიღაცა მამის თაობის რამოდენიმე 3-4 ადამიანი, რომელსაც თავისი სტუდია ქონდა იქ და ხვდები რაღაცა კომერციული კი არისო ეს სტუდია. ხო, მეშ. ხო რა, რაღაცებს გვეხმარებოდა, რაღაცას გვეუბნებოდა. საერთოდ რო არსებობდა და იყო ეგეც მნიშვნელოვანი იყო რა. ხო და ეგეც სივრცე, სადაც შეიძლება და რაღაცა ვარჯიში. ხო და ამაც თქვათ აი სხვებთან აი ეკოს თაობასთან ეკოს პირველად შევხვდი, როცა გქონდა ლაივი, ძალიან პატარები ვიყავით 18-19 წლის. ზუსტად იგივე ხალხი, სხვათა შორის, ზუსტად იგივე შემადგენლობა. გვერდქვა სხვა სახელი და უკრა აგერ ხო? მედრულ, იცი რა იყო? დრამის ჯოხები იყო გაცვეთილი. და არა, აფსიაქიდან მოვიტანეთ რაღაც ის სახვევი, რომელსაც ეწერა მედრულ, რაღაცა ეგეთი ხო, ანუ სამედიცინო სახვევი. რო. და ეგ დაარქვით. ხო. მაგრამ რამდენი ხანი იმუშავა? ორი ლაივი. ხო, და მე მივხვდით რომ რამე უფრო ისეთი გჭირდება. ვაფშე ეს იზმირი საიდან გაჩნდა ეგ? იზმირი საიდან გაჩნდა? იზმირი ხო ალან იზმირი ხო ყავს პერსონაჟი. ალან იზმირიანი პერსონაჟი, მაგრამ იდეაში იზმირი ქვია ქალაქის გამო და ხო და რა დალინკვა. რა თუ ქვია? ხო. просто გვინდოდა რომ ქალაქის სახელი ყოფილიყო და აი იმენა Google Maps-ზე ამოვარჩიეთ რამე რაც ჟღერდა, მაგრამ ცოტა აი მნიშვნელობა რაღაცა რაც შეიძლება მიეცეს არის რომ აი ვითომ დასავლური ჟანრი, აღმოსავლური საუნდებით და შეერწყმა და თითქოს რაღაცა გეოგრაფიული გადაკვეთის წერტილი, სადაც თურქეთის ყველაზე დასავლეთი წერტილი იზმირია, აი რო თქვა რომ რაღაცა ძალიან ღრმა მნიშვნელობა მიეცეთ, ეგრე არ არის, მაგრამ ნუ ეს შეიძლება მე ისე მართალი რო გითხრათ სულ თავიდან არ მე მგონი გვანცამ გაბისკირია მომასმენინა თქვენი 1-3 წლის წინ და სანამ მითხრა რომ ქუთაისელები ხართ ერთ-ორ ტრეკს ჩამიგდო რა და რომ მოусმინე ცოტათი მე მეგონა აღქმით რომ ბათუმელები იყავით რახანა ის თურქული ვაიბი რატომ ესტი ქონდა არა ცოტა ის აღმოსავლური პონტი რომ მოქონდა რომ მე თქვი აი ხო იცი იქაურ რაღაცა რა და მე აღმოჩნდა გაგანია ქუთაისლები სიმონ და ალან იზმირის ბაზე ალან იზმირი არის ცოტა ეგეთი განცდა დამრჩა რა რაღაც მომენტში თან ხო გარჩევადი უნდა ყოფილიყო და მოძებნადი რა და ალან იზმირი არის გამოგონილი პერსონაჟი, რომლის სახელითაც საუბრობ მე და ის უფრო რადგან ეს ყველა ისტორია და რადგან ეს ყველაფერი რაზეც ბღერი არ არის ყოველთვის ჩემი ისტორია და ჩემი სათქმელი, თითქოს ამ გამოგონილი პერსონაჟის სპირით უფრო ადვილი საუბარი იყო. საინტერესო არის, მე ძალიან ხშირად შვები მაგას რა. რაღაცა იმიტომ რომ ჩემი გადმოსახედიდან ნუ რამდენი შეიძლება დავწერო, კი არა თუ წერ, მაგრამ საინტერესოა ვიღაც ტიპს რომ მოიგონებ და იმის ენით რო ლაპარაკობ რა. აი ხა რაღაც აი ისიც ამმენ რაღაცა ცოტა აროგანტული კაცის ნამღერი არის მეორე ისა რო ფლატ თურქმენეთის პრეზიდენტის ნამღერი არის და ნუ კაროჩი რა. ხო ძალიან საინტერესო რაღაცა ბევრი იმიდან შეგილია სხვადასხვა ხრიდან. ხო აი ზუსტად მაგაში მეხმარება რომ ცოტა პერსონაჟი შეიცვალოს და როგორი ტიპია ალან იზმირი? ალან იზმირი. ხო აი სხვადასხვა სიმღერაში სხვადასხვა ტიპი არის. ანუ ერთი ის არა აქვს, რა ქვია, თვისება რა, ერთი თვისებების ჩამონათვალი რაღაც. სუიცვლება ეს ალან იზმირი? თითქოს ხო. კი. ეგეც საინტერესო. ხო. იმიტომ რომ ეგ იდეაში ხო ეგ იყო იდეა რომ ანუ სხვადასხვა პროფილის საშუალება მქონათ. ხო და იცი რა, ისა რა ქვია, რამე ეს კონცეფცია გააქვს? თქვენ ერთი ალბომი გააქვთ? ხო, სხვათა შორის ერთი ალბომი გვაქვს და ძალიან ბევრი იმიტომ რომ ძალიან ბევრი იპ ბატონია. ხო. ხო და ამ ალან იზმირს გავყვეთ კიდე. რას გვებაზრება ესე იმის გარდა რაც გვესმის ტექსტებში? ანუ შენივე პრობლემებზე ლაპარაკობს?
არა, სხვადასხვის და ეგ არის თემა რა, რომ აი ყველაფერი რადგან ჩემი არ იყო და შეიძლება ვიღაცის სპირით უფრო კარგი მოსაყოლი იყო და ხო მაგიტო შეიქმნა ალან იზმირი და ეს გამოგონილი პერსონაჟის სპირიდან უფრო კარგი მოსაყოლია. ეხლა მივხვდი კითხვას. ის ალბომი თუ მიყვება, კი, ეგ ალბომი არის ზუსტად ეგეთი, სადაც მიყვება და ალან იზმირი არ იცვლება და მე სხვადასხვა რაღაცები ემატება რა. ხო და იცი რა მაინტერესებს, ანუ მე ხა შენი ბიოგრაფია მეტნაკლებად რაც ვიცი, არ ვიცი რამდენად ვილაპარაკოთ, რაც არ მოგვეწონება შეგვიძლია ამოვიღოთ, მაგრამ ეგ დაყვება ეგ შენი დრამა? კი, რა თქმა უნდა. თავის რაღაც ეს ქარტეხილებივით რაც გაქვს ხანი ყოფის ხანა ყოფის. კი, იმიტომ რომ მაინც საბოლოო ჯამში ყველა ფერი ჩემი დაწერილია და ჩემგან მოდის. შეიძლება სხვისი პირით არის საუბარი, მაგრამ მაინც ჩემი რაღაც მომენტში ჩემი არა. ხო, მესმის, ხო, შენი გამოცდილება არა. და როგორ წერ მუსიკას? ის რა ინსტრუმენტთან თუ ტექსტია პირველი თუ რა შვებს? ხო, აი ვიწყებთ ეს ძალიან პრაქტიკულად ვიტყვი რა. ხო, რა თქმა უნდა, მაინტერესებს. როგორც აღნიშნე, არის რაღაცა დრამით ვიწყებთ. მე გოგა და საბა მუშაობენ, ძირითადად მე უბრალოდ რაღაცა მითითებას ვაძლევ რამე თუ არ მომწონს ან როგორ მინდა მიმართულება მიეცეს და ამავდროულად მე მუშაობ ტექსტზე და მელოდიაზე. ანუ წინასწარ არ ერთად წერთ მუსიკას. ხო, აი ერთ ოთახში ესე შეგეტილები ერთად ვაკეთებთ. ხო და ძალიან ბევრ მუსიკაში და შეიძლება შეამჩნია რომ ეს სიტყვებიც კი მეშლე ხანდახან იმდენად ეგ მაგარია. ერთ იმაში არის ჩაწერილი. ძალიან ბევრში სპეციალურად დატოვებულია კიდე აი რაღაცა ფრაზიდან ფრაზაში ამოსუნ თქვა და ძალიან ცოცხალ ვაიბს აძლევს ეგ. იმიტომ რომ ცოტა კი ვარ უკმაყოფილო გოგას მუშაობით რომ აი სულ მინდა რომ მეტი გააკეთოს, მაგრამ ყველაზე მეც იდეაში ეგ მუშაობს რა. და თითქოს რაღაცა ვცდილობ რომ მეტი მოდი. შენზეა ბაზარი შეჭო. ხო, იმიტომ რომ ძალიან შრომატევად საქმეს აკეთებს ეგ რა, ხო და ხო. ხო, ისე მაგას ვერ ხედავენ ხოლმე. მე შენ ხო რომ მიდიხარ, ის ხო კიდე მუშაობს. მიქსინგს აკეთებს და რაღაცას და ისედაც. მე სანამ იქ ვზივარ და რაღაცა ტექსტებს წერ, ეს აკეთებს ყველაფერს ფიქრობს. მე მიქსინგი და რაღაცა გავაკეთე და მე შევეუბნები, აი იცი არ მომწონს რა და ძალიან ბევრჯერ ისე ყოფილა რომ აი ძალიან რომ მარწმუნებს რომ აი აღარ გინდა მეტი ეს ძალიან კაი იყო ზუსტად ისეთი იყო როგორც უნდა ყოფილიყო მეთქი სიტყვა შემეშალა რანაცნობის სურათია გოგა რა ხო ნუ და საიდან მოდიხარ ბექგრაუნდ მუსიკალური ბექგრაუნდი რა არის აი რა მოусმინე რომ მუსიკის დაწერა მოგინდა ერთი არა ანუ საერთოდ რა განვითარება ქონდა აქამდე რაღაცა ძალიან ისეთი იყო ჩემთვის რა იმდენად მოქმედებდა ჩემზე თავიდანვე როგორ შეიძლება რომ თქვა ყველანაირი მუსიკა რამე კონკრეტულზე არ ვსაუბრობ აი თუნდაც ის მუსიკა რომელსაც მე არ ვირჩევდი და პროსტა მესმოდა რა აი ძალიან ბავშვობის ასაკზე ვსაუბრობ როცა მართლა იმ დროს შენ ვერაფერს ვერ აირჩევ რა თუნდაც რადიოში რაღაცებს რას უსმენდი დამასაცილო ეხა ეგ რო თქვა 50 cents ველოდებოდი რომ სად მივედი ხო მოსმენლის რაღაც საშინელება ანუ თან ჩემი პერიოდი იყო ზუსტად რა რომ აი 2000-იანების დასაწყისი მე რო სიარულე ვისწავლე თუ რაღაც და ველოდებოდი რომ 50 cents ველოდებოდი რომ კასეტაზე ჩამეწერა ეს როდის ჩაირთვებოდა და გაკეთებული მქონდა რამდენი ყლეობა გაქვს ჩაწერილი ბავშვი რამდენი გქონდა ეგრე ჩაწერილი რადიო ტიმითი რა რომ ვიწერდით რადიოდან სიმღერა, აი რაღაცა გაიჩნდებოდა კარგი სიმღერაც მინდოდა რომ ვიწერდი. არ ვაჩერებდი, იმიტომ რომ მე შემდეგიც იქნებ რაღაცა კარგი იყოს ფონტი იყო რა. ხო. ასული. და მე აი ესეთი რაღაცა მე გარდატეხა სად მოხდა რა. გარდატეხა 50 cent ხო არის შენი ინსპირაცია? ხო, არა, გარდატეხა, ეგ არის. გარდატეხა მოხდა, მე ვიყოს უფროსი ძმა. 6 წლის უფროსი. ხო და მე იმის მუსიკაზე შევჯექი რა თან რაღაცა 1-2 ჯერ გავიდა ქვეყნიდან და რაღაცა ალბომები ჩამომიტანა რა
ხო და შემოგაპარა. კი. და ვინები იყვნენ გახსოვს? Chili Peppers-ის და Nirvana-ს ალბომი. ნუ პატარა ხარ მაგ დროსთან ალბათ. 8-9 ეგ იყო გარდამტეხი რა, პირველად რომ მოусმინე Nirvana-ს, მაგის მერე Nirvana-მდე მქონდა რაღაცა. ხო Nirvana-მდე არ იყო რაღაცები, რამაც ცოტა გამოგავლება შეჭი. ბიჭო, აი ესეთი გარდაინე რევოლუცია მოხდა რა. მანამდე უსმენდი Beatles და Queen-ს და აი რაღაცეებს რა და ეს მოხდა არც ვიცოდი ესეთი მუსიკა თუ არსებობს რა. და აი კაკს რადიოში გაიჩითა და ხო, უცნაურია ეგ. და ჩემ დროს ანუ ახალი გამოსული იყო Blood Sugar Sex Magic-ი და კაი იყო. ის პეპერსები არ გეგონოთ ახლა რო არის. რა თქმა უნდა. მეც რავი მე რამდენჯერ ვიძახი შეჩემა ისეთი გავლენა ქონა რომ ჩემ პლასტიკაზეც იმუშავა. ეხავს პეპერსები რა რაღაც სასტავში რა და პეპერსები ჩემთვის არის Blood Sugar Sex Magic-ი და One Hot Minute. იმის მერე დაჟე Californication-ი ნუ მაინც მიყვარს გევასება ჩემს გევასება მაგრამ მე უკვე მეპავსავება. კი არის ხო გაპავსა უკვე თავის ყველაფრით მაგრამ მაინც ნუ აი ჯერ კიდე ეჭირათ რაღაც ჩემი სიყვარული რა. აი სიმღერა რო დაიწყო. მე ვაფშე აღარც ხო ზუსტად შეჩემა. მაგრამ სიმღერა რო დაიწყო იმანას დაიწყო ჩემო საყვარელმა სიმღერა. ფრუსიანტემას ბეკები წამოყარა და ბატო ფრუშეტეს ბეკები კი ზუსტად რა. ეგ გიგივია ის რა ქვია Rage-ებს რო დაიწყოთ სიმღერაში. აბა მართლაში. მაგრამ ნუ მაინც Californication-ის დავიტოვე. სიყვარულში რაღაც ტრეკები მიყვარს ძალიან. ხო, არა, ეხა ეს. ოღონდ მართლა გეუნები ფრუსიანტეს ხათრით მიყვარს. აი, კაროჩე, ძალიან უცნაურია რა. ფრუსიანტეს 30 წელია თუ მეტი არა, კარგი არაფერი არ გაუკეთებია და ჩემი საყვარელი გიტარისტია. ნოტი არ აუღია ისეთი რაც მომწონს რა. ბიჭო, ხო და მე რატო მაყლევებს ესე მაგიჟღერადობა გუშინ მინდოდა მეკითხა. რა რამეში ატარებს? ანუ რა მანერის გარდა რა საუნდი რა არაფერი. აი რაღაცნაირი მე მიყვარს ძალიან აკუსტიკურ გიტარაზე უკრავს Joy Division-ის რაღაცას New Dawn Fades მე მგონი. ხო. ძალიან. მე ცალკე მევასება კიდე იმის Brown Bunny რო არის ფილმი. კი. იქ არის ამის ბევრი საუნდტრეკი რა და აი საოცრება არის მაჟრიალებს ისე მიყვარს ეჩი. პროსტა საუნდის გამო არაფერი გამორჩეული მელოდია და ისეთი დიდი რა პროსტა რო ვიცი რომ ამის გაკეთებული რავი რამ გამქრაშა ეს. ხო, არ ვიცი, მე თქობა ტიპი გვევასება რა. ხო. ხო და მე ალბათ უფრო ინტერნეტზე ვწვდომა და მე შენ რასაც გინდა იმას რო ეძებ. მაგ დროს უკვე შენ დროს უკვე იყო ის პონტი რომ ინტერნეტი შეგიძლია ჩამოკაჩოს იმღერა ხო ასნია საიცებნეტ და რაღაცა ჩემ დროს როგორ იყო ისი Napster-ი იყო რა და dial-up ინტერნეტი იყო და რაღაც სიმღერას მოვძებნიდი გავუშვებდი download-ზე და სადღაც ერთი კვირამდე უნდოდა რომ გამაიღეში ჩემთან როგორ ტოვებდი რა და ძალიან ხშირად ხდებოდა რომ ანუ აი სახელი კი წერია, მაგრამ სხვა სიმღერა იყო და რაღაც. მე სხვა პრობლემა მქონდა რომ ტელეფონის მახსოვრობა ფიზიკურად ვერ იტევდა, აი რავი 10 სიმღერა ყველაზე მეტი რა. ჩვენ დროს ხო ნუ ვაფშე ტელეფონის პოპუნება არც იყო ესე ტელეფონით მუსიკა გეტარები. ხო. აი მე ის iPod-ი იყო თუ რა ერქვა. აი ჩვენ დროს iPod-ი იყო მუსიკალური რო გაიწრო ცალკე ხო. iPod-მა არ ქონდა? არ ქონდა. პატარაშა რაღაცა ხო. აი მაგან ძალიან გაასწორა ძალიან უკვე. ის CD-პლეერი მახსოვს? ხო, CD-Walkman CD-პლეერი მე. ხო, ნუ მე უკვე პოპუნება იყო, მაგრამ მაგისთვის CD უნდა ქონოდა შეჩემა. კონკრეტული ხო წავდით CD-ებს. CD-ებს წავდით? ანუ ის არა? გასაგები. ხო. ეგ საერთოდ სიყვარული ისე კი შემორჩა დღესაც ესე მოგროვება რაღაცა იმის. დღესაც რა ნუ შენც მოგესწრო რა. ხო, მეც მომიწია რა. იმიტომ რომ იმდენად იმხელა წეგანო ერთ ჩამოვაყალიბე კარგად. იმხელა ემოციური რაში მოხონდა ამას, ხო? რაღაცა ისე კადრებად რომ ახსოვს რომ აი თუნდაც რადიოში მოსმელი რაღაცას ხო აი ეს იყო ჩემი რაღაცა ყველაზე მაგარი გასართობი მგონი რა რაღაცის მოსმენა ნებისმიერი იმით დივაისი და პირველად რომ ერთ გადაწყვიტეთ ეგ რომ უნდა გააკეთოთ რაღაცა იმ თქვენმა ბავშვობის კომანდამ დასაწყისში ანუ იმას არ ჩავთვლი ხა რაღაცა ბენდი რო გქონდა მაშინ და რაღაცა პერიოდი გქონდა ის სრული პაუზა იმიტომ რაღაც პერიოდი ბლეკ მეტალის
აი ზუსტად მაგის დაწყება მინდა და რომ აი მე და გოგა დავჭექით ერთხელ თბილისში ვიყავი რაღაც ვაკეთებდი დიდი ხანი რომ ჩავედი გოგას ჰქონდა ახალი კარგად დამოღამებული რომ აი ამ ბიჭმა უკვე ისიც ჩაწერა რა და თან black metal-ი რაღაცა ეგეთი ჟანრია რომ ცოტა დაბალი ხარისხით ან შეცდომებს რაღაცებს აიტანს და დავიწყეთ black metal-ის ჩაწერა და ჩავწერეთ სამ სიმღერიანი EP ესე პირდაპირ ესე დავდეთ ესე სამი რო გადადის ერთმანეთზე და არ კი და თან ესე სათაური და ყველაფერი იყო ნუსხა ხუცურით ისე რომ არ იძებნება რა ეს ლინკი თუ არა გაქვს არ იძებნება არა იზმირის სახელით არის არა იზმირის სახელით რა თქმა მე ჩააგდე იზმირის YouTube გვერდზე თუ გადახვალ პირველი მე თქვი Spotify-ზე ხო არ მიგდია არა Spotify-ზე არ დევს ხალხს ძალიან მოწას და აი ხომ მოусმენ დღეს მე რაღაცა გამომრჩა ხო მოგასმენებ აუცილებლად შენ გიყვარს ბლეკი ეს გიშდება ისე რომ იცოდე მეტალზე ხო ადრე უფრო უსმენდი უფრო უსმენდი ბლეკი არა მაგრამ მეტალს ხო უსმენდი ხო არ მე black metal მიყვარს განსაკუთრებით დღეს ყავდა აქ ერთი გაგანია ბლეკი ხო აი შენ რომ მომწერე ქუთაისში მივდიოდი იმიტომ რომ შაბათს ლაივი გქონდა რა და ესე მარშრუტით მივდივარ და უყურებ ესე შოთარას რა და უცებ წერ შენ პირდაპირ წერია რატომაც წერ რა და ესე გადმოbrunებული რო იყო ტელეფონი ვერაფრით ვერ მივხვდი სკრინშოტი რა რომ გასწეყო და დაუბლოკე და გავაფუჭე წერე ეგ მითხარი ხო ვერ დავსკრინ არა და ძალიან кай ფოტო იყო რომ აი შოთარას უყურებ და უცებ პაუზა რამდენი ხანი ქონათ წელიწადი და რაღაც რა ამბავია წელიწადი რატო არ უკრავდეს არა ქონდათ რა მოყევი ისე რა იმიტომ მე როგორც მინიმუმ თუ მოსულა მაგ რაღაცებზე და ის თუ არ არის რა ქვია ანუ ვიღაცებთან მოსარიდებელი თუ არ გაქვთ ხო რა მე წევრები ისე შეგვიძლია ვიბაზროთ როგორც მინიმუმ მოსხვებმა იფრთხილონ რამდენად გინდა მაგაზე ხო იყო პერიოდი როცა ფსკერს დავარტყი თავი ეგრე გამოვიდა რა და ამ ფსკერიდან ამომიყვანა ჩემმა ძალიან მნიშვნელოვანმა და ახლო მეგობარმა მახომ და ის იყო ძალიან გარდამტეხი მომენტი ჩემთვის რა იმიტომ რომ თან რაღაც პირდაპირ გაგებითაც ფსკერს ხო აი პირდაპირ გაგებით ფსკერს დავარტყი თავი სხვათა შორის სიღრმედ უნდა რომელიც მანამდე დაიწერა ხო რაღაცა ერთი წელიწად ნახევრით ადრე ძალიან გავს რაც მოხდა და ეს რაღაცა წინასწარ მეტყველება გამომივიდა ხო და მე ძალიან გვერდში დამედგა ძალიან ბევრი ადამიანი ნაცნობი არანაცნობი და რაღაც მომენტში იმდენი სითბო და იმდენი მხარდაჭერა მივიღე რომ აი რაღაცა შეგრძნება მაქვს რომ თითქოს უნდა ცოტა რაღაცები დავაბრუნო უკან რა ხო და ამ გარდატეხის პერიოდში ვისწავლე და ძალიან ბევრი რაღაც შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში რომ როგორ შეიძლება იცხოვრო და გაერთო და სიამოვნება მიიღო იმის სიფხიზლით და რომ გართობა არ არის მაინც და მაინც თრობა და ეს იმდენად ბუნებრივად მოხდა თან რომ აი ახლა ის გართობა რასაც მე როგორც ადრე ვერთობოდი ერთად რაღაცა ძალიან შორია ჩემთვის რა სრული სიფხიზლე გაქვს არა მაქვს სრული სიფხიზლე განსაკუთრებით იმ შემთხვევაში რომ ეს თუ სცენაზე ავდივარ რაღაცა ცოტა სასმელი რაღაცა ტონუსის თუ ის რაღაცებს მაგრამ ну მაინც სიფხიზლე ქვია ეხა რა და ეგ პერიოდი აი გაგმოფხიზლების ანუ ეგეთ დამოკიდებული რაღაცა სასწაულიდან კი არა მოდიოდი და აი მე უბრალოდ ისეთი ასაკია თან ეგ როცა შენ იყავი ცოტა გარდატეხი ისედაც ფსიქიურად რა ასაკობრივად ხო არის როგორი რაღაც იცი რომ აი პროსტა შენს გონება სხვა დროს არასდროს რო არ გამოუცდია და არ წარმოუდგენია სხვანაირად როგორ უნდა გაერთო თუ სადღაც კლუბში არ წახვედი და ის არ გააკეთე და ეს არ გააკეთე მაინც რაღაცას ის არის რა
ეგრე პირდაპირ უცებ ცხოვრების წესს ვერავინ ვერ იცვლის, ერთ დღეს ვერ იღვიძებ და ყველაფერს სხვანაირად ვერ რა თქმა უნდა, გზა რა. ხო და ყველაზე მშვიდი და ყველაზე კარგი წელი გავიარე მაგ დროს რა. მაგის მერე რაც. მაგის მერე და აი წეგან ვამბობდი რომ რაღაცა ვალდებულებას გვრძნობ თქო, აი მართლა მინდა რომ თუ ვიღაცებს ვინმეს ჩემი აზრი აინტერესებს და ვინმეს ჩემი აზრი მიაქვს რაღაცა გულთან რომ აი არაფერ შუაში არ არის როკ-ენ-როლი და არასი როგორც პიარდება და როგორც წარმოაჩენენ ხოლმე რომ აი არასიფხიზლე და რაღაცა ის და ეს საერთოდ არაფერ შუაში არ არის. მით უმეტეს განსაკუთრებით არაფერ შუაში არ არის კრეატიულობასთან. იმიტომ რომ მართლა აი ძალიან ბევრი ტალანტი მინახავს მაგაში ჩაკარგული. აი დარწმუნებული ვარ თქვენს ირგვლივად ძალიან ბევრი ხალხი არის რომ აი მაგ რაღაცების გარეშე უდროოდ გაჩერებული და პირიქით რაღაცა მობილიზება ჭირდება და პირიქით დროის ხო, იმიტომ რომ იმ რაღაცაში რომ ცხოვრობ, მე არც ხალისი გაქვს, არც ნერვები გაქვს. შეიძლება, ანუ ვიღაცებს გონიათ, რომ აი რაღაცა ამ იმაზე სკერზე უფრო ემოცია მეტი მოდის და მაგ დროს წერ და რაღაცა, მაგრამ ეგეთი ცხოვრება უნდა იყოს, ხვდები, ანუ ეგეთი ცხოვრება ისედაც არის. შენი დამატება იმით, რომ აი რაღაცების ზემოქმედების გამო ეგ ხელოვნურად ეგ შექმნილი არაფერ შუაში არ არის კრეატიულობასთან. ეგ ისედაც ხდება. ხო და ამიტომ მართლა თუ რამის რჩევა და რამის თქმა მინდა ვინმესთვის არის ეს რომ მშვენიერი არაფერ შუაში არ არის საერთოდ და ყველაზე კარგი წელი გავატარე მე მგონი მაგ დროს კი და ხო ყველაფერს დაეთყო მე რასაც გეუბნები ხა ლაივი რასაც მოვისმინე ძალიან აი მართლა ჩემზე ძალიან ისე რაღაცნაირად დამუხტა რა და ეხლა ვითარ კიდე მიდიხარ წინ ვითარდებით ხო ხო და ეხლა ნუ მე უკვე დანარჩენი პროცესი რაც გაქვს ის გასაგრძელებელი რომ რაღაც ალბომები გაქვს და ცალკე კიდე ეს ორგანიზაციული ნაწილებიც ხო მოსაგვარებელი გაქვთ ანუ ვიღაცა უნდა ნახოთ ვინც დაგეხმარებათ მაგრამ ანუ გაიზარდოთ უნდა როგორც ჯგუფი წინ კი აი იცი რაღაცა ცოტა მინდა რომ ეს გავიაროთ ეს ლაივების ამბავი რომ აი რასაც ითხოვდა ხალხი ის მივცეთ რა რომ ეს ლაივების ამბავი და რატომღაც ვერ ვახერხებთ რა რატომღაც რაღაცა მიზეზები დაახლოებით თქვი რომ აი მთლიანად იზმირზე ვიყავ ჩართული და თან ლაივებისთვის რაღაცებს ვაკეთებდით და თან ჩანაწერებს ვაკეთებდით ამ ეტაპზე პროსტა ვერ ვახერხებთ რა და ნუ შეიცვლება ეს ეტაპი და ხო და აი რა არის ისეთი ხელშემშლელი რეალურად? ანუ ძალიან ყოველდღიურობა უნდა გახდეს, აი ერთადერთი საზრუნავი ჩვენი უნდა გახდეს. რამეს შვებით, ისე ვინდა შვებით. ხო, რა თქმა უნდა, ეხლა ყველანი რაღაცა ხო, ჩვენს ოჯახები გვყავს, ეს არის და არ არის ერთადერთი საზრუნავი ისმერი და ხანდახან ძალიან ხშირად ისეც არის, რომ ერთ ქალაქშიც კი არ ვართ ხოლმე რა. თქვენ ძირითადად იქ ხართ? მე ვცდილობ რომ ხშირად ვიყო იქ. და ანუ ძირითადი ჯგუფი იქით ხარ თუ რამე კეთდება საერთოდ და რაღაცას ვაკეთებ, თუნდაც რეპეტიცია არის და თუნდაც ჩაწერა არის, ყველაფერი ქუთაისში ხდება ხოლმე ძირითადად რა. და იქ სარეპეტიციო რაღაცები სად რაშვებით? აი სტუდია არის მეგობრის მოძრაობთ ხოლმეში გახართ. აქ ჩვენ რეალობაში აქეთ თბილისში აქ ანუ არ გიწევთ ხოლმე ესე რომ ვინმესთან აქ აქვს კი როგორ არის სკას თავიანთი სკაზე მაგის გარდა კიდე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის რომ საბა ძალიან დიდ მონაწილეობას იღებს ორგანიზების რაღაცეებში იმიტომ რომ აი რაც ვიბუქებით და რაც რაღაცა ივენთი კეთდება 70% ხო 70% ალბათ ხა ისე არ მინდა ვთქვა მაგრამ ძალიან ევასებით რა მეგობრობთ რა ძალიან ხო აი იმიტომ რომ სუბაზრობს საბა ხო ბევრი მიზეზის გამო ისედაც თან ძალიან ბავშვობის მეგობრები ვართ ერთი სამეგობრო წრედან მოვდივართ ერთადაც დავიწყეთ ფაქტიურად პოსტპანკისკენ რამ გაგახედა პოსტპანკი იყო ის რის გაკეთებას გვინდოდა ეს ძალიან დიდი ხანი იყო ეგეთი ის იმიტომ რომ ქუთაისზე მოვყვები ცოტას რა და თინეიჯერობაზე და თან იმიტომ რომ სკაზის ძალიან მონაწილეობს მაგ ყველაფერში მე რო ვთქვი რომ ეხლა ჩვენ წინა ბენდი გვყავდა ზუსტად იგივე შემადგენლობით ასევე სკაზი ზუსტად იგივე შემადგენლობით იყო ანარეკლი და ვიყავით ბავშვები ძალიან და ამ ეს ბავშვები როგორც მანამდე ვყვებოდი
რადგან არაფერი არ ხდებოდა ისეთი ჩვენ ვქმნიდით რაღაც რაც უნდა მომხდარიყო რა უпроსი თაობა ვახსენე ვიღაცებს სტუდიები ქონდა, ვიღაცებს რაღაცები ქონდა და ეს რაღაცა დიდი ბაბლი, რომელიც იყო ალბათ 50 კაცი, შეიძლება 1000-ში დაწყე და უფრო გარეწრე, უფრო დიდი. რაღაცებს ვაორგანიზებდით, კონცერტებს, ლაივებს და ამ დროს ყველა იღებდა რაღაც მომენტში მონაწილეობას რა. და ამ დროს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ბენდი იყო Blind Me, ესე ერქვა, რომელიც იყო cover band-ი და რასაც უკრავდა იყო რაღაცა Stone Roses, Joy Division, Iggy Pop. კიდე რას უკრავდა? რაღაცა ძალიან თქვენ ხელები იყვნენ იქნით, ხო? კი და ჩვენი მეგობრები მონაწილე გოგა უკრავდა თქო სხვათა შორის მანდ ხო და ძალიან წამყვანი იყო და ძალიან მნიშვნელოვანი ბენდი იყო ეს, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ cover ბენდი იყო. გიორგი ლომსაძე, ვინც მღეროდა მანდ, ხო? იმდენად მაინც თავისებურად რაღაცა არანჟირება, თუ რაღაცა ყველაფერი იმდენად ისეთი გამოდიოდა ორგანული, რომ იყო ძალიან მაგარი. და რა ბედი ეციათ იქ გადაითარგმნეს სხვა? სამწუხაროდ რაღაცა 2 წელი გასტანა, ძალიან დიდი იმედები და მოლოდინები იყო, რომ cover band-დან cover band-ზე მეტი იქნებოდა, მაგრამ ეს 2 წელი იმ რაღაც ბაბლმა, რა თქმა უნდა, სხვა ბენდებიც იყო, მაგრამ მართლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს. გავატარეთ ამ ყველაფერში რა, რომ აი და მან წამოიწია ალბათ ყველაზე მეტად წინ post-punk-მა თლიან ქალაქზე რაღაცა ძალიან დიდი ინფლუენსი მოახდინა. მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ჩვენთვის ყველა უსმენდით, პროსტა post-punk-ზე გამახსენდა, იმიტომ რომ ესე უსიტყვოთ, როცა რაღაცის გაკეთება სერიოზულად გადავწყვიტეთ. ეგრევე თითქოს არც ვისაუბრია, რომ ვიცოდით რაღაცა გოთური ვაიბით. ცოტა გააქვთ გოთური ვაიბით, ცოტა რაღაც dark რაღაცა. ხო. რა? ხო, აი მე მეტად უფრო ვიდრე სკას. სკას კაკრას ვაფშე არ აქვს ეგ dark-ი. ხო. გონი. ხო და ეგ აი ახალი ალბომები საკაიფოთ. ვისთან? არა, აი სკაზის ახალი ალბომები არა, ახალი ვეშები უფრო რაღაცა უფრო. კი, უფრო მეტად ხო. ხო და რას ვამბობდი? ქუთაისურ რეალობაზე გინდოდა კიდე რაღაც მოყოლა. ხო, აი ეგეთი სიტუაცია იყო რა, რადგან არ ვიცი ეგრე აქ იყო თუ არა, იმიტომ რომ ქუთაისში კიდე რა შევამჩნიე, რა განსხვავებას ვავლობ, რომ აი რაღაც ცენტრალური ის ქონდა რა, წერტილი. ხო. სადაც ესე პროსტა გარეთ გამოხვიდოდი და ვიღაცებს ხვდებოდი პროსტა და რაღაცები ხდებოდა, ვიღაცები მუსიკის ენთუზიასტები იყვნენ, ვიღაცები ის იყვნენ, ეს და პროსტა რაღაცა ძალიან ბევრი ინფორმაცია იცვლებოდა ერთმანეთში და ერთად ძალიან ბევრი რაღაც ხდებოდა რა, ხო და ის კონცერტებიც და ის ლაივებიც და რაღაცებიც მაგის ნაწილი იყო და მოკლედ იმის თქმა მინდოდა, რომ აი იქედან მოვდივართ ჩვენ ერთად რა. ხო, მესმის, ხო. ისა რა ქვია, რეალურად ისე რომ დავყოთ ახლა რა, თბილისური რეალობა და ქუთაისური რეალობა, თბილისური რეალობაში მე ისეთ post-punk ბენდი ახლა ბოლო პერიოდის არც ერთი არ მხვდება. არ მახსენდება უბრალოდ არა, რაღაც სხვაგან რაღაც სხვა ტიპის მუსიკაში არის თბილისური რეალობა. არა, რა სტეფანეში ჩემა რაც არის ამათ პერიოდში რაც წამოვიდა. ვინ ჩვენ სტეფანე. ეხლა გავახსენა. გაიღიმე ხო post-punk-ისა აქ რა ქვია. პროდიუსინგი. ამის გაკეთებულია. სოციალურ მომწონს. მეთქი სატოშ. ხო და არ მართლა ქართული post-punk ტელესკოპი არის post-punk. კი, ოღონდ ცოტა ძველი. ხო, ძველია რო. ქსეროქსი არის ეგეთი ჯგუფი. ქსეროქსი არ ვიცი. მეც არ იზი? არსებობს ესეთი ჯგუფი. კი. მივაქცევდებს ატმე რამე კი, რა თქმა უნდა. არა, მე ვიგულისმა 20-ის მერე რა. 20 მერე გამოდეში. ისინი რამხელები არიან ისე? ვინა? ბედფორდები და ბედფორდები და ტაიპ ნეგატივი.
Tape-Visitors-ი და Tape-Visitors-ი მე მგონი ბევრად პატარები არიან და Bedford-ები დაახლოებით იგივეა საკითხი. 1-15 წლით ჩვენზე პატარებია. ეგ ვიცი კაცო, ცხოველებას არ გეკითხები. სადღაც 17-18-დან წამოვიდნენ მუსიკალურად თუ მერე უფრო. ხო, მაქია. 18 რაღაცა. მე გამოტოვებული მაქვს ეგ აქ ვინ როდის რა დაიწყეთ სხვა რო არსებობდი მე თქვენთან ერთად და ამიტომ ეს პერიოდები არ ვიცი ვინ როდის რა დაიწყეთ რომ. ხო და ჩემთვის უცნაური ის იყო რომ თავიდანვე აი რაღაცა 3-4 ბენდი რაც მოვისმინე 4-ი იყო თქვა განსხვავებული ძანა ეხ ბერტფორდს თავისი რა თქონდა სადაც იყო თქვენი რეალობა როგორიც იყო ეს აღმოსავლეთთან რაღაცნაირად შერეული Nix Noise-იც ანუ ერთ პერიოდში მოვისმინე ყველა რა იმასაც ვაფშე სხვაგან წასული ის მურმანწულაძესაც ხო რაღაც ის აღმოსავლეთ რაღაცა ისიც ვაფშე სხვა მაგრამ მაინც ხო და აი ძალიან უცნაური იყო რომ აი ესე რაღაცა სტრანი შტრიხებით თავის ისეთი რა ძალიან გამოკვეთილი ხო შეჭიმა უცბად ძალიან გაიგო და ნუ სკაზი არ არის ეგეთი შტრიხოვანი თუ რაღაც ხო იცი ეგეთი ანუ არის მინა სტანდარტულად თესლი გრამატიკულად ძალიან გამართული პოსტია და თქვენ ხართ აღმოსავლურში სადღაცას გადავთ დარკი ცოტა ხო ცოტა გოთიკიც არის აჰა თან ეგეც იყო რა აი რაღაცა სტანდარტული პოსტბანკი ანუ даже არასტანდარტული კი აი თქვათ აი რუსული პოსტბანკი რაც იყო ბოლო დროს რაღაცა ძალიან წამოვიდა ხო ისეთიც არ უნდა ყოფილიყო რუსულ რეალობაში რა წამოვიდა პოსტბანკში? რუსული პოსტბანკი. ჩატამა. ხო და მალჩატ დომას მოყვა ძალიან ბევრი არაცნობილი. მესმის, მაგრამ მე არ რაღაცა channels ვადევნებდი თვალს და იმდენი საინტერესო რაღაცა იყო, მაგრამ მაინც ის რუსულია და ცოტა სხვანაირია და მაგასთანაც და აი უცხოური პოსტბანკი აი რას ბოუს რა გევასება ესეთი შენი პოსტბანკი მე რო პოსტბანკის მოსმენა დავიწყე და ძველი სხვათა შორის მაგის აღნიშნა მინდა რომ Joy Division-ზე მეტად რატომ ანუ მესმის ხელები ამწევია მაგრამ Sisters of Mercy უფრო მევასება რატო არა უფრო გოთიკა იყო და უფრო ჩემთან უფრო ახლოს იყო არ ვიცი კი Sisters of Mercy უფრო მეტად მევასებოდა მე მგონია რომ რაღაცა განსაკუთრებით ერთი საყვარელი ჟანრი თუ გაქვს და მით უმეტეს რაღაცა ერთი საყვარელი არტისტი თუ ყავს რაც გონია რომ იმაზე იმის იქეთ აღარაფერი აღარ არსებობს რაღაცას ძალიან არასწორად აკეთებ და ეხლა მე რომ 13 წლის ასაკში და 14 წლის ასაკში პოსტბანკის მოსმენა დავიწყე ეხაც რომ იგივე ბენდებს უსმენდე და ეხაც რომ იგივე ჟანრს უსმენდე რაღაცა შემეშალა სადღაც რა ეგრე არის ეხლა რას უსმენის ხალა გაგაძრობიო ტელეფონი ჩავიჭყიდო Spotify-ში. აუ ისეთ საინტერესო პლეილისტი. სხვათა შორის ეგ გააძრე. ეგ ისე რამდენი ხანი არის? დავაი გააძრე Spotify. რა მაქვს პლეიზე დატოვებული? პოსტბანკი. ო დალაიქებული რა. მოდი პლეი რა მაქვს დაპაუზებული რას უსმენ? თქვი გვინდა. სხვათა შორის რაღაცა გერმანული პოსტბანკთან და პოსტბანკი. უნდა თქვა? ხო, უნდა თქვა, თორემ მაგას დამუტავს რა ქვია, ცენზურა. ამას ვერ წავიკითხავ გერმანული. Abwarts, ოღონდ რაღაც umlauts რო ეძახიან. Eine kleine Jägermeister. ნუ beim ersten Mal tut იმავე, არ ვიცი. ლაიქებში რა ხდება? ბოლო ლაიქი რა მაქვს. თარაზილო. დავაი. გინდა განახო ჯერ? კი, შემახედე. Foreigner. მაგა. ეს რომელი სიმღერაა, იცი? შეიძლება ისე ვერ მიხდი. I wanna know what love is. კაი. 99 წლის ამ. თქვი დაყაჭე. ბიჭო, იმ დღეს მანქანაში რომ მოვიდეს შარლოტ შარლოტ სონგი კონან მოკასინის რა, მაგრამ მეორე არის ძალიან მაგარი ვეშ, არ ვიცი როგორ უნდა რო ჩარპროს თქვენ მოგასმენებთ და შენ ჩააგდე, პროსტა 20 წლის წინ აღმოაჩინე ლონდონში რო ვიყავი, რაღაცა პიზდეცი ტრეკი არის. ზა, აიცა. მოდიზი რა სკალოა შეჩემო ძალიან. ვიცი ეს ტრეკი. კი. აუ, ჩამიგდე, ვაფშე მივიწყებული მქონა. How are you shoplifting? Asta. კაი, მე მაქვს ეგეთი
მისი რამოდენიმეს გეტყვით Daft Punk-ის The Game of Love იმაქ რატომღაც შემხვდა და ისქენი The Electrician არის ეგეთ ეს Walker Brothers მაიცა გაუმაზე რა Daft Punk-ი ერთი მაგ Daft Punk-ის The Game of Love რაღაც რატომღაც ამ ხონა შენახვედრე და ეხა შემხვდა და ჩასეივდა მეგობრისგან The Walker Brothers არის Electrician ქვია The Electrician Solar System მაგ Underworld-ის რატომ მოხდა არ ვიცი სადღაც ეს ჩასეივდა კი ძალიან მეყვარს და ჩავასეივე და რაღაც Cardi B-ს მაგ რაღაც Partier Cardi B. კისაზე ჩაირიცხა მაყუთი. ვაუ. ზავაი. კითხვა აბა ნახე, უითხარი შენ ბარა. მე კითხვას ვერ ვნახულობ, მესიჯი მომივიდა. აუ, იმინა გვაჯახეს? დაგვაწიეს შუა პროცესში შეჩემო. I went to shoplifting as და. მაგარია, ჩამიგდე. ჩაგიგდა. ჯგუფში ჩავა. შეიძლება ვინმე ისეთია, ვინც იცის რომ მე აქ ვარ და რა. შეიძლება. თუ გათქვი? ანონიმური კითხვა. თქვენი აზრით ყველაზე underrated ქართული ჯგუფი. თქვენი აზრით ყველაზე underrated ქართული ჯგუფი ქისადან. დაიწყეთ. მე დავიწყო, აი, რადგან ჩემ ჭრილში რა იყოსო და კუმლე, просто ძალიან არ არსებული ის აქ რაღაცა ორივეში აქ მგონი. თუ ძალიან ცოტა დიზისა აქ რა. რა სიმღერები აქვს? რა სიმღერები იცი უკვე? ტელევიზორი არის რაღაცა ჩემი საყვარელი ტრეკი მაგათი. არ ხარ პირველი ადამიანი, ვისგანაც ეგ მესმის. აი, რატომღაც ძალიან მიყვარს რა გავაკეთო. ჟაუ, კიდევ ვინ გეგუება ეგ? მე ვიცი ზუსტად, ვინც არის ყველაზე underrated ბენდი ქართული. Skydiving Penguins. აუ, მართლა. რანაირად მოახერხეს ეგ? გასატყებია გია რა. Underrated კი არა, რა ვიცი. იცი როგორი ბენდი არის? აი, გადაცემა მჭირდება. ლონდონში გიჟივით, ლონდონში იყო, თუ სხვა ქალაქ, ლონდონში გიჟის ხოძე იყო. ანუ იქაც სმენადი იყო საკმაოდ რა. აი მე Z for Zulu ერთად იყვნენ. ეს გია. აი ხა გამოვეცით, როდის გამოვეცით? ეხა წინ, ხო. ამ გადმოსახედიდან კი არა და ეს როცა გავა 2 კვირის წინ, ხო, არ ვიცი, მოკლედ სამშობლო აქ რა იქნება, მე ლინკებში ჩაიხედეთ. და იქ გია უკრავს მაგ ჩანაწერში. გია უკრავს, გია იაშვილი, Skydiving Penguins-ი. Z for Zulu-ში ერთად ვიყავით. აი, ეგ არის დიმიტრის ჩაწერილი რაც არის თან, ხო? გიას სიმღერა არის მაგრამ. პროდიუსერის რა ქვია? Z for Zulu-ში როგორ არის? Dead Fly, Painkiller Bus და Better Than Dog. ვა, სხვა მე ხა ესე მართალი გითხრათ, არავინ არ მახსენდება ეგეთი რომ კაი, რაღაც პანჩი ჩემთვის არის როდრიგესი ეგეთი შეჩემანა. როდრიგესი ძალიან მაგარი songwriter-ები, просто ესეთ ჩანაწერია, რომ შეიძლება გული გაგისკდეს. ნუ რაღაც რამოდენიმე ტრეკი არის მაინც ჩანაწერის და მიუხედავად რომ ოქრო არის რა. მე თუ არიცი შენს დათო სვანიძე და ლევან სვანიძე ლოლიტების ბასისტი იყო. დათო იყო ლოლიტების ბასისტი და ასევე რამოდენიმე სიმღერაც ხო არის დათოსიც ლოლიტების ალბომში თუ არ არის? რაღაც სიმღერა არ არის? არაფერი? ალბომში არ არის. ისე უკრავდით სიმღერას. კაი. და მოკლედ ძალიან კაი ბენდი იყო, ძალიან ორკაციანი, ისეთი ძალიან ცოტა რაღაცნაირი ელექტროპოპისკენი. გავყავსავდე? და თქვენი აზრით ვინ არის ყველაზე underrated ქართული ბენდი? დაგვიწერეთ კომენტარებში. ხო და ბილეთები ჯის ჩვენი სპონსორის რუბრიკის ფარგლებში იქით კითხვა გვაქვს. შენი ბოლო ფულს რომელ კონცერტში გადაიხდიდი? ეს არა როგორც მუსიკოსი და ლაივში მოსასმენად. ხო, აი რაღაცა პროდიჯიში ალბათ. კი. მაგრამ ეხა რაღა პროდიჯიში. ხო, არ ვეღარ, მაგრამ თუ ვოცნებობ. ფანტაზიაში ვარ რა. ვა, პროდიჯიში. არ ყოფილი ხარ პროდიჯიზე? კი და მე არ ვარ ნამყოფი სხვადასხვა. მოისწარე? კი. მართლა. ბათუმში ვიყავი და თან ძალიან პატარა ვიყავი. და ძალიან ბიზნესი. აი კიდე რო ლაპარაკობდით, ვინ იმინა მომაყირავა თავის დროზე, ძალიან მოშნიგავ პროდიჯი მქონდა, რავი იმ Firestarter-ით პირველი და Breath-ით შეჩერდა. ხო და აი ლაივში საერთოდ. ამბობენ ძალიან მაგარი. იმიტომ რომ აი იცი როგორი სიტუაცია იყო, ძალიან პატარა რაღაცა ბათუმში წავედი ცოტა ფულით ისეს და გარეთ დავლიე ცოტა რამოდენიმე ლუდი და რო შევედი იმდენი ხანი დააგვიანეს რა აი თავი მისკდება უკვე იმ ლუდსაც საერთოდ აღარაფერი აზრი არ აქვს, მაგრამ იმდენი ემოცია და ისე მაგარი გასწორება აბსოლუტურად ფხიზელზე.
ისე უცნაური არის. ისე კაი კიდე ერთ რაღაცას კითხავთ ორივეს რა. მე ძმა. Chemical Brothers და Prodigy შორის თავის დროზე. რა თქმა უნდა Prodigy. ვარიანტი. იმის დამეხოდა Chemical Brothers ძველი, მაგრამ მევასებოდა Prodigy all the way. არა, Prodigy მართლა ეგრე არაფერს ანუ იშვიათი გავლენა ქონდა რა, როგორც ანუ Prodigy იყო როგორც Nirvana. კი, ჩემთვისაც. და Chemical Brothers-ი აი Smashing Pumpkins იყო მევასებოდა მაგრამ რა. მაგრამ გარდამტეხი არის. ხო, მაგრამ დღემდე usmen Chemical Brothers Prodigy-ს აღარ usmen. და სხვათა შორის ეხა იმიტომ მოიბეზრე ალბათ. ო, შეიძლება. ხო, ეხა Smashing Pumpkins უფრო მოусმენ ვიდრე Nirvana-ს კი ნამდვილად. ბიჭო, მე მახსოვს MTV-ზე იყო Fresh ეგეთი, ანუ პრემიერები რო იჩნდებოდა რა და სტიკერი ქონდა Fresh, ანუ ეგ იმას ნიშნავდა რომ ახალი გამოსვლა და ჯოზი ვარ საიდან ხსამოვიდა MTV-ე ჩართული და Firestarter-ი დაიწყო. ჩემი კარგი. ბიჭო, ვაფშე ვერ ხო თან როგორ იწყება? შოკი იყო კაროჩე რა. ეგეთი შოკი მქონდა პირველად საბოტაჟის კლიპი რო ვნახე. მან ვაფშე პატარა ვიყო და საბოტაჟს რო უყურე Beastie Boys, საერთოდ ვერ მივხვდი რა ხდება რა. ანუ ეს მუსიკა კლიპზე ვიფიქრე, ანუ კლიპია ეს თუ რამის ტრეილერი, ანუ ვაფშე ვერ ხვდებოდი რა. იმინა. საბოტაჟი ხო ის არის რაღაცა რობოტების ის. არა არის, ეგ არის Intergalactic. ის არის ძველი 70-იან წლების კოპების ფილმის ტრეილერი ვითარი რა. სტოპ კადრები არის მე. ეს. მანქანები რო დაფრინავენ და რამე და იგივე მქონდა ამ Firestarter-ზე, ანუ ეგეთი მუსიკა ხო არ არსებობდა მაგრამ. იმისა მიუხედავად რომ მე Music for Jilted Generations უსმენდი Prodigy-ს, მაგრამ მე ვასებოდა, მაგრამ იმ ხელა ნახტომი მოხდა, მე Breathe გაიჩიტა. Breathe with me. მან იმინა დაიხურა აუგაგა. ეგეთივე გავლენა ქონდა Marilyn Manson-საც ჩემზე. ნუ უფრო მძაფრი ქონდა ამას, მაგრამ რაღაც მომენტში ქონდა იმას მაშინ და ფილმს ქონდა გუმოს. გუმო რომ ნახე სამყარო მე დასრულდა. Rage Against the Machine is ეგეთი მძაფრი აქ გიждები, მაგრამ ეგეთი ამათ მაგრამ გავლენაზე კლაივზე წავიდოდი უეჭვე. ამბობენ Nine Inch Nails-ის ძალიან მაგარი ლაივი არისო, მე არ ვარ ნამყოფი. ხარც მე. ძალიან ბევრი. ბატუშკას ლაივზე წავიდოდი შოუს გამო. ბატუშკა არ ვიცი. ბატუშკა არის რაღაცა ვინ არის? ახალი რა. როგორ აქვს black metal-ი არ არის ხო? ბიჭო რაღაცა ხო არ ვიცი ხო. მოусმენ. კი. კაი და კიდე ერთ კითხვას გეტყვი ბილეთებიჯისგან, კაი გული რომელ კონცერტზე დაგწყდა, რაც იყო ჩვენ რეალობაში და ვერ მოხვდი. ჩვენს რეალობაში. ხო, ბატუშკა წაიღამ თქვი და არ ყოფილა ბატუშკას. აქ იყო? ხო, არ ვიცი რამდენად კაი იყო. ვიღაცა მითხრა ცოტა სხვანაირი პროექტი არის ეხა და დიდად არ გავგიჟებულ ვარ ეხა, მაგრამ მე დამწყდა გული ძალიან იმაზე, რა ქვია, სოურო დაიწყო თავის დროზე, სოუს კეთება. სანდრომ მეც ვიყავი მაგათთან ერთად ჯგუფში და რომ მოიქოგა და ბიორკი ჩამოდიოდა იმ წელს მე მომიწია ციხეში. არ უნდა წასულიყავი ნამდვილად. რატო ნუ მაინტერესებდა ძალიან შეჭმა ჩემ ბავშვობის დროინდელი ციხეში არ უნდა წასულიყავით ხო შე. მე თქვი იქ მასე ბიორკზე არ უნდა წასულიყავი. ხო და ეხანდელი განმოსახედა რომ ვიყავი ბევრად კარგი უკენი ციხეში წავედი, მართლა ვიდრე ბიორკზე რომ მოხვედრილი. ბევრს ნახავდი. ბიჭო ძალიან ცუდი ლაივი იყო ბიორკის, მე ვიყავი. შენ ოპერაში ვიყავი. ოპერაში ვიყავი და აი სამჯერ გამოვიძინე. კი, ეგეთი იქ ფილარმონიაში თითქოს უკეთესი. ამბობენ უკეთესი იყო, მაგრამ ნუ აი რამდენად უკეთესი უნდა ყოფილიყო, არ ვიცი. ძალიან ცუდებზე ყოფილვარ კიდე აი მოლი ნილსონი, ჯონ მაუსი და ეგეთები. აუ მე ყველა ანუ განაც ცუდი არტისტი ან ცუდი მუსიკოსი, უბრალოდ ძალიან ცუდი ლაივი იყო. არჩი, საზღვარგარეთ რო ცხოვრობ, ხო ყველა ჩამოდის და იქ გონია რომ კაი მე რეწავალ რა. ყველა ჩემი საყვარელი არტისტი არის ნამყოფი ასნე ლონდონში ხარ რა და ყველაფერი თითქმის გამაზული მაქვს რა რაღაც რამოდენიმეზე ვარ ნამყოფი მაგრამ ანუ აი Queens of the Stone Age ნანობ იმიტომ 2006 წელს Queens of the Stone Age რომ მე ნახა ეხა ბევრად გამართული ვიქნებოდი წელში იმიტომ რომ თან ესეთ კაი დრო არის რა ხო და მოკლედ რა ძალიან საყოველთაოდ გავიარე. ეს არის ხოდაშორის ერთ-ერთი პოდკასტი, რომელსაც უყურებ. ხო. ძალიან კარგი. სხვას არ უყურო. სხვას არ უყურებ არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ ისეც რაღაცა დიდ რაღაცებს ვერ უყურებ ხოლმე. აი, ADHD გაქვს. ხო, მე მგონი და თან თემა რა არის, იცი რომ აი რაღაცა ძალიან გულახდილი საუბარი მიდის და როგორც მუსიკოსისთვის ან საერთოდ ვინმე დაინტერესებული ტიპისთვის ძალიან საინტერესოა რა, ყველას პერსპექტივა და ყველას
აი არის ძალიან სწორი მიგნება რომ ყოველს პერსპექტივა საინტერესო ერთ და იგივე ისტორია სხვადასხვა პერსპექტივებიდან ხო და ძალიან საყვარელი იყო შენ თალაპარაკი მართლა გულწრფელად ძალიან დიდი მადლობა. თხოვოთ ხალხს რომ გამოგვიწერონ. და მოდი ვთხოვოთ შენს თხოვ შენი გამოვიწეროთ სმოკი. ძალიან აუცილებლად მართლა. ყველა პლატფორმაზე. 10,000-ზე აგვიყვანეთ და კონცერტი გავაკეთეთ. კონცერტი კონცერტი კეთდება კი არა, რაც ქვია. ყველანი ვხარობთ და მოდით ახლა აი ამ ზედამამშვიდობად ჩვენ მეგობრებო ძალიან დიდი მადლობა. სპირიკით შენ დიდი მადლობა რომ მოხვედი და გაასწორა გაიხარე ტარანანანანა. და ტარანანა.